გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს მე მარიამ ბარათაშვილი და ჩემი დაიკო ნესტან ბარათაშვილი ვიქნებით მეოთხე სეზონის პირველი გადაცემის თქვენი მასპინძლები. ძალიან გვიხარია და განსაკუთრებით იმიტომ გვიხარია, რომ საშობაო გადაცემაა. ესეთი კარგი გარემოა, თოვლი, რომელიც საჩუქარია ბუნებისგან და მეთანხმებით. კი, და საოცარ განწყობას ქმნის ხო ამ შობას. ამ შემთხვევაში დღევანდელ გადაცემაში მე ვიქნები ამ გადაცემის წამყვანი. მაგრამ მინდა გითხრა, რომ პირველ სეზონში მე ვიყავი ერთ-ერთი წამყვანი, რაც ძალიან მახარებს და დღეს უკვე მეორედ ვართ მეოთხე სეზონში და ძალიან მიხარია და დღეს შენ რო წავიყვან ამ გადაცემას. მე წავიყვან და ჩემი და ნესტანი იქნება თქვენთვის განსაკუთრებული კულინარი, რომელიც საშობაო სუფრაზე მოგიმზადებთ არატრადიციულ კერძებს, რომლებიც ძალიან მოუხდება და გაახალისებს თქვენს სუფრას. კი, ნამდვილად. ერთსული მაქვს როგორ დავიწყოთ? დავიწყოთ მაშინ, გელოდებათ ძალიან გემრიელი კერძები წინ. ესე იგი, თმების შემიკარი, წინსაფრები გავიკეთეთ და გადმოვინოცვლეთ სამზარეულოში, სადაც ნესტანმა უნდა მოგვიმზადოს და გვასწავლოს იმ კერძების მომზადება, რომელიც ჩვენ საშობაო სუფრას უფრო გაალამებთ. კი, ძალიან მოუხდება საშობაო სუფრას. ეს არის ერთ-ერთი ვიწყებთ ქათმის რულეტით. იცი რა ვქნათ, ჯერ მაყურებელს ჩამოუთვალოთ ინგრედიენტები, რა გვჭირდება ამ კერძის მოსამზადებლად. კი ბატონო. ესე იგი, გვჭირდება ქათმის ფილე, რომელიც უნდა დაუბექოთ, გვჭირდება შაშხი, გვჭირდება ყველი. ყველი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მე ამ შემთხვევაში ვიყენებ გაუდას, მაგრამ შეგვიძლია, არ ვიცი, სულგუნიც კი შეგვიძლია რა, აბსოლუტურად ყველა ყველი შეგვიძლია, რომელიც ძნება ან იწელება ქართულ ელემენტს შეიტანს. ასევე გვჭირდება სოკო, ქამასოკო, რომელსაც შუაგულში გავუკეთებ. კიდე გვჭირდება უკვე ქათმისთვის პაპრიკა, პილპილი, ნივრის ფხვნილი, სეზამი უკვე ზებიდან გასაფორმებლად, გასალამაზებლად. მე ამ შემთხვევაში ორივეს ვიყენებ. შეგვიძლია არც ერთი არ გამოვიყენოთ, მაგრამ მგონია რომ ალამაზებს. ზეთიც ამ კერძს სჭირდება. ზეთი რა თქმა უნდა გვჭირდება, სოკოში თქო ხდება. მოუხრაკა. მაგას მე ვინდა. კარაქიც და ასევე დიჟონის მდოგვი, რომელიც ჩემი აზრით აბსოლუტურად ყველა ხორცს უხდება და განსაკუთრებით უხდება რულეტს. იმიტომ რომ რაღაც ხო სხვა გემოზე მიყავს რა პიკანტურზე. ესე იგი დავიწყოთ სოკოთი. პირველ რიგში ჩართე. კარგად რო გაცხელდება. პირველ რიგში ვასხავთ ზეთს. შემდეგ უკვე გადადის სოკო, ჯერ კარგად უნდა გახურდეს დაო და ბოლოს უკვე ვდებთ კარაქს. კარაქს თავიდანვე ვეარულდებთ, იმიტომ რომ არ დაწვას. ეხლა მაყურებელს უნდა უთხრათ ნესტას როგორ ნერვები ეშლება, მეც რო ვარ სამზარეულოში. არა, ამ შემთხვევაში პირიქით მეხმარები დაო და ძალიან მიხარია. ვერიტას სამზარეულოში სხვა ქალს. კარგი, ესე იგი, ეხლა მე ამასობაში სანამ მარიამი სოკოს მოამზადებს, იმედი მაქვს რომ მოამზადებს, მე დავიწყებ ქათმის შესუნელებას. პირველი რასაც ვიყენებ არის ეცი ჩემი წინსაფრიც გამოვაჩინო. ხო, წინსაფრები მომწონსალია. პაპრიკა. ამდენი ზეთი დამეს გოგო. სო გამიფუჭა, კერძი გამიფუჭა. გადაასწინა. რაებს მიკეთებს? ზეთი ცოტა უნდა. ძალიან ცოტა ზეთი გჭირდება, ამ შემთხვევაში მარიამმა უხადს დაასხატა ამაზე. ჩვენ ყველაფერი ბარაქიანად ვიყვა. ესე იგი, პირველი პაპრიკა, შენ გააგრძელე, კარგად რომ გაცხელდება, სოკო დაყარე, ხო, დაო ცოტა მარილი და კარაქს როდის ვამზადებ? ვამატებ. უკვე სოკო რო დაიწყებს თითქოს ამოშრობას, მერე დავამატებ კარაქს. აი, ცოტა მარილი, ხო? შემდეგი, რასაც ქათამს ვაყრით, არის პილპილი, ნივრის ფხვნილი. დაშვები, არ გაცხელდა ჯერ, არ გაცხელდა. დამაწვიტავს ნერვებს ახლა. ესე არ ვაკეთებთ მეგობრებო. რო მობილიზება არის საჭირო. შემდეგი დაო რაც არის, აქ უნდა დავამატოთ დიჟონის მდოგვი და გადავანაწილოთ მთელ ფილეზე მხოლოდ ჩიტინგა. მე კი ვიცი, მაგრამ ჩვენს მაყურებელს უთხარი, შენი კულინარიული სიყვარული საიდან დაიწყო? ოჯახიდან, რა თქმა უნდა, და იმიტომ რომ ჩვენ ოჯახში ყოველთვის საახალწლოდ საშობაოდ არის დიდი მზადება და
ყველას გვიყვარს ყვებაც რაღაცების მომზადება. ხო და აქედან დაიწყო და მე უკვე რაღაც მე თვითონაც იმდენად სიამოვნებს და რაღაცნაირად მასვენებს. აი ნესტან ერთი წუთი შეხედება ზეთი უნდა რომ დავამატო თუ არა? არა, ჯერ ბრაწედაო. ბრაცა, ჯერ ბრაცა. კი. მინიმალურად უნდა კონდეს ზეთი, რომ კარგად შეიკრას. ხვდები, იმიტომ რომ ბევრი ზეთი რო იქნება და ბევრი ცხიმი კარგად ვერ გამომყევი ხო? კარგი. ესე იგი, ჩვენი ქათამი უკვე შევასუნელეთ და ეხლა უნდა გადავიდეთ ფენების აწყობა. ეს კარგი გადნა და კიდე უნდა უბრაწოთ? კი. ხომ არ დაიღალე და? არა, არ დავიღალე. მოდი რაღაც წავიმღეროთ, არ გინდა? საშობაო. თან რა არის, თოვლია გარეთ. 25 დეკემბერი. არ ვიცი ეს სიმღერა. თან თოვლია თქო და მეთქი თოვლის პანტელები დაიწყებს თქო და კაი, თოვლის პანტელებო, ერთად რომ დაფარეთ ხები. სხვაგან თუ ჩერდებით ჩემს ხელის გულებზე, ასე მალე რატომდნები. Pipkebo, katkata pipkebo, katkata pipkebo. ეხა ჩატო მეცემა მე მგონი სოკო რაღაც უდღეში. არა, კარგად მინდის ყველაფერი. კარგი, ეხლა უკვე მე ველოდები ჩემ დას რომ სოკო ბოლომდე მომზადეს, იმიტომ რომ ბოლო არის უკვე სოკო უნდა წავიდეს ჩვენ სრულეთში და შემდეგ უკვე გადავკეთოთ და შევდგათ ხუმელში. ხო. მე თმა გავისწორო. გამორთე. ერთო თმა გავისწორო. შენ გავაგრძელეთ? ერთი წამი ოდნავ ეს უნდა გაგრილდეს, ახლა რო აქ ჩავდო, თორე ჩაადნობს. აღარ უნდა რევა აქვსო? თუ გამორთე აღარ უნდა. არა ქენიცი ტაფა გაყავი ცოტა ხანი გარე. ორი წუთი შემინა ტაფას გაყობს გარეთ. სოკო რა თქმა უნდა გადავიდეს სრულეთში, ოდნავ შეგრილებული რომ გავუდა უკვე წინასწარ არ გაადო. ეს ყველაფერი უკვე ქურაში უნდა მოხდეს ქათამთან ერთად ცხობის დროს. ქურაში უნდა შედნეს? კი. ხო და შევადნოთ ქურაში, მაშინ ეს სოკო მზად არის და ეხლა უკვე გადაგვაქვს ჩვენს სრულეთში, ხო? კი, სასურველია რომ უფრო მეტად გაცივდეს, მაგრამ კიდე რას გვეტყვიდაო? კიდე რას გეტყვი და ახალი წლიდან მოყოლებული რომ საქართველოში ესე იგი кейფი და ჭამასმა არის, მაინტერესებს შენი საყვარელი კერძი. მეგონა მე მეუნებოდი. ახალი წლიდან მოყოლებული რომ სვავდა кейფობო. არც უმაგისობა. ჩემი საყვარელი კერძი. შენი საყვარელი კერძი. მე ვიცი, მაგრამ გააჟღერე. გოჭი. ნესტანის საყვარელი კერძი არის გოჭი და ჩემი საცივი და წლიდან წლამდე ველოდებით ხოლმე გოჭს და საცივს, იმიტომ რომ უფრო ხშირად რომ ვჭამოთ გავსუქდებით. ამიტომ ამიტომ წლიდან წლამდე ველოდებით ახალ წელს. სხვათა შორის ჩვენთან ძალიან ისეთი ტრადიცია, ყოველ წელს მამა ჩემი აკეთებს საცივს. ეს 31 დილიდან რო იწყებს, რომ შეიკეტება სამზარეულოში, რა საკვირველია, დეგუსტატორი ვარ მე. ჩემს გარეშე საცივი სუფრაზე არ გამოდის, მაგრამ ისეთ საცივს აკეთებს, რომ მართლა არავინ არ იცის ეგ რეცეპტი. სხვაგან რო ჭამ ხოლმე თითქოს საცივი არც არის. ხო, მართლა სასწავლო საცივს აკეთებს პატა. ეს ჩვენს ოჯახში მაგრამ მე ჯერ არ მიცდია საცივი, ხო? აი, ჭხირებით მოგიტანა დაო. აი, უფრო მოკლე ვერ ნახე. უფრო მოკლე ვერ ნახე? ამ სიგზე ჭხირები თქვენ არ გამოიყენოთ, ძვირფასო მაყურებლები, სასურველია პატარები, მაგრამ ჩვენ დიდი ჭხირებით დავსარავთ ჩვენს გადა. არ ჩაარჯო. კარგი. ეხლა ამითი უბრალოდ ვამაგრებთ, რომ შიგთავსი კარგად იყოს. მზადების პროცესში რომ არ გაიხსნას და რომ არ გადმოვიდეს. საკონდიტრო ძაფებით რომ ამაგრებენ ხოლმე, ეგეც ხო შესაძლებელია. კი, გაქვს. არა, არ მაქვს. საბარაგდა. აი, ამიტომ მოგიტანე ჭირები. არ არის საჭირო საკონდიტრო. აჰა.
ხო, ეს ბადარები თუ იქნება ძალიან კარგი. თოვლის ფანტელი გაშიშვლები, დოდებსაც ვივარ, ჩემო პატარა შენ ძალიან საყვარლობა რაღაცას რო აკეთებ ცუდად რო ხარ და თავზე გეფერებიან ჩემი და არის ესეთი საყვარელი მხოლოდ. მე სულ გიხმარები. კი, მართლა. ძალიან კაი გოგო. ესე იგი, ჩვენი კერძი, რულეტი, რომელიც ნესტანმა გადაახვია და შეკრა, გაახვია მერე ფოლგაში და გადაიტანა ჟარონაზე. ეხლა რამდენი ხანი უნდა შევდოთ ქურაში? ესე იგი, 180 გრადუსზე გავახურებულმელი. უკვე გახურებულ კი, ქურაში. უკვე გახურებულში. ეხლა ამას დაახლოებით 15-20 წუთი შევდგავთ. შემდეგ უკვე ფოლგას მოვახსნით, გადავუსმევთ კვერცხის გულს და ზეთს და მოვაყრით სეზამს. და მერე უკვე რო გადავუსვამთ, მერე რამდენი ხანი უნდა იყოს? მერე 20 წუთი დაახლოებით. კი, ან 15. გაჩე ვიზუალურად მიხვდებით რა უკვე შეპიწყინებას რო დაიწყებს, ქათამიდან მალე მზადდება ძალიან და ამიტომ პრობლემა არ იქნება. კარგი, მაშინ ვნახოთ როგორ შეპიწყინდება ჩვენი რულეტი. წავიღე. ჩვენ ახლა ვამზადებთ სალატს, რომელიც ძალიან მოუხდება თქვენს სუფრას. ესე იგი, პირველ რიგში რაც გავაკეთე, გოგრა დავჭერე კუბიკებად და წინასწარ მოვამზადე, ანუ მოვბრაწე ქურაში. ესე იგი, ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, კარამელიზაცია უნდა გავუკეთოთ ნიგოს, რომელსაც გააკეთებ შენ. აი, მე კი გავაკეთებ, მაგრამ ტაფა მაქვს გახურებული. კი. კარგი, ამასობაში მე დავიწყებ აისბერგის დაჭრას. სხვათა შორის ნესტან კარამელიზაცია არასოდეს არ გამიკეთებია და საერთოდ არ ვიცი როგორ ხდება და დარწმუნებული უბრალოდ შაქრით ბევრმა ადამიანმა არის. დავშაქრავთ უბრალოდ ტაფაზევე, გახურებულ ტაფაზე და შემდეგ ამოვურავთ კარგად ნიგოსთან ერთად და ჩვენს ნიგოს მისცემს რაღაც უფრო ტკბილ და ხრაშუნა გემოს სტრუქტურას. იცი რა მაინტერესებს? იცი რა, თავიდანვე მოდი ოდნავ შაქარი გავუკეთე. აი. ზეთი და არაფერი არ უნდა, ხო? თავიდანვე. იცი რა მაინტერესებს? აუცილებლად უნდა ვკითხო. ძალიან მერე. თან. შენ ახლა მსახიობი ხარ და სპექტაკლებში როცა თამაშობთ ხოლმე, სულ მაინტერესებს ხშირად არის ხოლმე რეკვიზიტად კერძები. ხო. ამას მართლა აგემოვნებთ ხოლმე თუ იტყუებით? იცი რა, მე არსად არ მომიწია კერძების მიგთმევა. ხო. მაგრამ ზოგადად ეს ძალიან ჩქაჩქარა უნდა ვურიოთ, რომ არ დაიწვას. ზოგადად ახლა ბაკულას ხორებში ხომ იცი რომ მართლა არის. ბაკულას ხორებში ვიცი რომ მართლა არის, ერთ-ერთი არაჩვეულებრივი სპექტაკლია და ამას გარდა ვიცი რომ მართლა არის, იმიტომ რომ მამა ჩემი თამაშობს და ვუყურებ ხოლმე რომ ჭამს. ხო და არ ვიცი, ალბათ ზოგან რეკვიზიტად, ზოგან მართლა. გააჩნია სცენას. ფილმებში მართლა. ფილმებში მართლა, ხო. შაქარს რამდენს ვაყრით თან უთხრათ ჩვენს მაყურებელს? აი იცი რა არის, ეს არის თვალის ამბავი, როგორ ავუხსნა. აი მართლა, თვალით უნდა გააკეთოთ რა, არ ვიცი, ზოგს უფრო ტკბილი უყვარს ნიგოზი, ზოგს უფრო ნაკლებად ტკბილი და მე ჩემ შემთხვევაში მე მიყვარს, როცა სიტკბო აქვს ძალიან, იმიტომ რომ მგონია რომ აი ნიგზის და უკვე მე ლურჯი ყველის ნაზავი ერთმანეთთან ქმნის საოცარ გემოებს და ასევე გოგრაც. ეხლა ეს ლურჯი ყველი შესაძლებელია რომ რამე სხვა ყველით ჩავანაცვლოთ. უფრო ბიუჯეტურ ვარიანტში რო გავაკეთოთ. აი ეს ის შემთხვევაა რომ მგონია რომ ლურჯ ყველს ვერ ჩავანაცვლოთ. ქართული ყველი მაგრამ არა, დამბალხაჭოთიც არის. დამბალხაჭო ხო ჩვენი ობიანი ყველია რეალურად, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. კი, მაგრამ მგონია რომ ამ კონკრეტულ სალატს ყველაზე მეტად მოხდება ურიე ჯერ და ცოტა მოიხალოს კიდევ ოდნავ. ხარია, არ დავიწვათ. კარგი, ესე იგი, ეხლა ვიყენებ აისბერგს. მე მგონი საკმარისია. კი ბატონო, გამართ. ურიეთან. ურიე. გოგო, ძალიან მიკეთებ. არა, არ გამიკეთებია. ურიე თქო და ჩერდები და წვავ. ძალიან ჩქარჩქარა იწოვა შაქარი. აღარ უნდა. ამას გადმოვყრი რამეზე თუ შეიძლება. დადგი მაგაზე. აი. უკაცრავად. მე მეგონა მე გამიდავისო. ის აქ სალატს ვაკეთებთ და ესე იგი ვიწყებ соуსის მომზადებას. პირველი დიჟონის მდოგვი. დიჟონის მდოგვს უნდა დავამატოთ ცოტას ბალზამიკო.
ბარზაბიკოს სქელი. კი, შესქელებული სიროპი, ბარზაბიკოს სიროპი ქვია. ასევე გვჭირდება ზეითუნის ზეთი. და ლიმონის წვენი, რატო გიჭირავს? იმიტომ რომ აკრდავდო დაიწვევდა და მე არ მინდა რომ დამწვარი ნიგოზი ვჭამო. და ლიმონის წვენია ასევე საჭირო. ესე იგი რა, და თუ არ დაგეხმარება, ისევ შენით უნდა მოიფიქრო ადამიანმა. რა გინდა დაომიხარი? აი რა მინდა. ამაზე გატყვი. კარგი არჩევანია ნამდვილად. გასაგებია. კაია, წესიც. მანახე. ეხლა ამ соуსში პირდაპირ ჩავუშვებთ აისბერგს. ასევე რუკოლას. ეხლა ვაჩვენებ ჩვენს მოყურებელს ჩვენი სალათი, როგორ არაჩვეულებრივად გამოიყურება. ეს ცოტა ხნით გადავდოთ გვერდით, სანამ რულეტი გამოცხობა და დესერტს მოვამზადებთ. კი ბატონო. და ბოლოს ერთად დავაგემოვნოთ. ერთული მოხს. რადგან საქართველოში ესეთი მრავალფეროვანი ასორტიმენტი არ გვაქვს დესერტების კუთხით, მაინც ვეცადეთ რომ ქართული დესერტი გაგვეკეთებინა, მაგრამ ეს არის ინტერპრეტაცია. კი, და რომელსაც საშობაოდ ბევრი ამზადებს სხვათა შორის, სხვადასხვანაირად, მაგრამ თავამაზია. კი. ესე იგი, გოგრაში ხშირად ვიცით რომ აწყობენ რაღაც ტკბილეულით და ბრინჯით, მე პირადად ბრინჯი არ მიყვარს. არც მე. ვიცი და რომ მილი არ მიყვარს. და გადავწყვიტე რომ სხვადასხვანაირი თხილეულით, ნიბზით და ჩირეულით გავჭეროთ ჩვენი გოგრა და ისე გამოვაცხოთ. თაფლით ხო გინდა? რა თქმა უნდა, აი ნახე, თაფლიც მინდა. უხვად მოგიყალებ. უხვად თაფლი მოგიყალებ. ამდენი თაფლი არ გჭირდება, მაგრამ ერთი კოვზი თაფლით შევაზავებთ და ასევე რაც თავარია და რაღაც ჩემთვის ახალ წელთან ასოცირდება დარიჩილი. ხო, სხვათა შორის დარჩენ ჩემთვისაც აი მისი სურნელიც კი ახალ წელთან ასოცირდება. კარგი, ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? აბა პირველ რიგში შენ უნდა მოხალო თხილეული და ნიგოზი. დავჭრათ და ისე მოვხოლოთ თუ პირდაპირ? დავჭროთ და ისე მოვხალოთ. ჯობიან დავჭერხოთ. შედეჭრი? არა. არ ვიცი, მე როგორ გადავიტანო ეს ყოველი. ფილს პირდაპირ ჩავუშვებთ და ნიგოზი ხლიანწლიანი ლებარი უფრო ისე კომფორტულად რომ მიირთვა შენ თვითონ აი ეს რომ არ შევდეს. აი რაღაცაერად ესე შეგვიძლია დავტეხოთ და ჩავტეხოთ. კარგი. მალე პრობლემით. ერთი წუთი. კარგი, ამასობაში მე დავჭრი ჩირს. კარგი, ეხლა მომიყევი შენ როგორც ვიცით ყველა ხშირად გიწევს საზღვარგარეთ სიარული და გაგენატრება ხოლმე ყველაზე მეტად. ხო, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე რომ ოპერის მომღერალი ვარ და ოპერის სამშობლო მაინც იტალია და შესაბამისად იტალიაში ყველაზე ხშირად მიწევს ხოლმე ჩასვლა. იტალიური სამზარეულო ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველთვის მენატრება ქართული კერძები. იტალიაში ისე რას ამზადებენ ეს საშობაოდ ახალწლად რამე შორის საშობაოდ აქვთ აი პატარა რავიოლებია, რომელსაც უკეთებენ რამოდენიმე ხორცია სახეობა არის შიგნით. ეს არის მამლის, კურდღლის, ქათმის რაღაცინებს მართლა. მე გავსინჯე ისე მიქათმეს ეს არის იმ მამლის. მამლის. დედას გეფტები, ესე მითხრეს ყოველ მამალი თუ არ არის ისე არ ამბობენ. ესე მითხრეს 4 ხორცის სახეობაა. ხო. ქათამი, მამალი, კურდღელი და საკონელი. კურდღელი ბედრობი თუ და იყო მამალი. სულ ერთია კარგი. პატარა რავიოლებია, რომელიც არის რაღაცა წვლიანივით სიბელში აზავებენ ერთად თუ 4 ხორცი არის ერთად, ერთ ფარშად არის გატარებული. მამალი და კურდღელი ერთად. მართლა! სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, მაგრამ გასინჯული მაქვს და ისე მიქეს რომ ესეცო ვერაფერს ვერ გასინჯავო და მე რა ეგ რო გავსინჯე ვიფიქრე დაილოქრებს ჩვენი საქართველო თავისი საცივებით რავიოლში შიგნით არის ეს? ხო, რავიოლის ეგეთი სახეობაა, ძალიან პატარებია ალბათ, აი რავიოლი ხო ამხელა. ცოტა ჩვენ ძალიან ვწერთ და მომხალი.
და შენ რას ამზადებ ხოლმე საშობაო? მე საშობაოდ არა, აი, რა უნდა მოსახარ, ხოლმე და ხოლმე სტაფილოს დამცხარს. კი. აი. მართლა სასწაულო სტაფილოს დამცხარს ამზადებს და ულამაზეს კულინარიულ შოუში გავედი. ერთადერთი ტური იყო, სადაც აუთსაიდერებს ვინები. მაგდებდნენ, რა დავტიროდი? იმიტომ რომ ვერ მოასწრო ცხობა, აი ყველაზე დიდი ფორმა რაც გვაქვს სახლში 2 საათნახევარი მომზადდება, იქ 9 საათში ის ფორმა გამატანა და მე ხო, არა. მარიამ ძალიან გემრიელი გამოსის, მე არ გამომივიდა მაგ. დიახაც. ფოტოშორის იცი რატო? ხო. ეს ჩემი სტაფილოს ნამცხვარი არის უგემრიელესი მეგობრებო, როდესაც გავწავლით მეგობრებო, უგემრიელესი. ესე იგი ახლა ჩემი და მოხალავს ფილეულს, ჩილი უკვე გვაქვს მზად, დაჭრილი. ეს სიუპრიზია. ჩართული არ არის წრე. რა არ არის ჩართული? გეპიცემ ჩართულია. შეთავს ვიცავ ტაფის ხელი აღარ და ტაფას თითებს ვადებ და არ მეცვა რა არის ჩართული. რასული ეს? ესე რა შვებოდი. ბურე. ჩემი და ესე იგი უკვე 40 წუთია. მიგოს ხალავს. მე ჩირი დაჭრილი მაქვს უკვე საათის წინ დავჭერი და ეხლა ვერ შემურევთ ერთმანეთში დავამატებ თავს და დარიჩის დავალოდოთ მარიამს მოგლოთ დაო იცი რა მითხარი რამდენი ხანი უნდა დააყოვოთ მიგზის მოხალვას ვინც მოხალვას სანამ არა პიცკიდება და რამდენი გემრიელი სუნი სანამ არ დადგება გემრიელი სუნი რა დადგება მიხვდებით და გათიშავ ეს იგი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულო თუ დაფა გამორთული გაქვთ გაგრძელდება უსასრულოდ მაგრამ თავარია ჩართული იყოს გასქურა და სხვათა შორის ის რა დავნიშნე რომ ჩემ სპექტაკლებზე ყოველთვის ნესტანი ცდილობს ხოლმე ცდილობს ნესტანიც და მთელი ჩემი ოჯახი რომ ჩამოვიდნენ ხოლმე თუ იტალიაში მაგეთ სადაც არ უნდა მქონდეს და ნესტანი რომ ჩამოდის ხოლმე უკვე წინასწარ იმ ქალაქში საუკეთესო რესტორნების სია ბაზრები, სადაც განსაკუთრებული ადგილობრივი პროდუქტი იყიდება. ყველაფერი აქვს ხოლმე ამოწერილი. მე ჩამოდის და მე და ჩემი და მათ შორის მამერჩემიც რომ მოვდივართ ხოლმე ჩემოდნებით ახალი წარსაცმლის ნესტალის. აი ნახევარი ჩემოდანი არის ხოლმე აი განსაკუთრებული პროდუქტები. არ არის ეგრე? კი, ჩემებიც თქვენ გიდევთ და იმით. ხილი მოიხალა. ეხლა უნდა ჩავუშვათ ჩირთან. სხვათა შორის ჩვენ იცი რა არ გვითხავს ნებისმიერი თხილი რაც გვინდა ყველაფერი შეგვიძლია კი, მოხალოთ ნებისმიერი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ნიგოზიც აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ ანუ მარტო ნიგოზი რო იყოს არც ეგ არ არის პრობლემა არანაირი. კი ბატონო ძალიან კარგი სუნი აქვს არა, დავაი ამაში ჩავყავ. ჩირებს შევეჩავყაროთ აი ჩირები ჩირის ასორტიც ჩვენი გემოვნების მიხედვით კი, აქ არის ბევრნაირი ჩირი თქო, ჩიკატი თქო. ჩირი და ცუკატები. გასაგებია როგორ თაფლი? ეხლა. ჯერ ცოტა. აუ დარიჩინი კარგად თუქენი რა ბევრი დარიჩინი მიყვარს. იცი რა, ბევრი ცოტა ისეთ გამაღიზიანებულ გემოზე არ წაიყვანოს. დარიჩინი ზედმეტი არასოდეს არ არის კარგი, დარიჩინი. როგორც იტალიაში პარმეზანი არასოდეს არ არის ზედმეტი, ისე დესერტში დარიჩინი არასოდეს არ თაფლი არის. დაამატე, ეხლა შენ. ძალიანად არ ჩაუშვა. ერთი კოვზი. ესეთი გემრიელი ერთი კოვზი თუ ხო, დანანებული? გემრიელი ერთი კოვზი. ეხლა ეს კარგად ამოვურიოთ, გინდა ამოურიო. არა, შენ ამოურია. მე გიყურებ. დაუტკბები. ეხლა ეს უნდა ამოვურიოთ კარგად. კარგი, ესე იგი გოგრა გვაქვს წინასწარ გამოშიგნული. ეს გრძელი გოგრა იყო და მოვაჭერით ზედამხარე. კი, და ზედამხარე გამოვიყენეთ სალატში და ამას ვიყენებთ უკვე დესერტისთვის. ისეთი დამყავს ეკონომიურად აზროვნებს ერთი გოგრით ორი კერძი გააკეთა. მიდის. გამოვტენოთ. კარგად არ დაგენანოს. ბოლომდე ოდნავ უნდა ესე ქენი იყოს. რომ მაყურებელმაც დაინახოს რა ლამაზია. აი ესე. როგორ ლამაზად. ვამზადებ. всё, ესეც რა არის შესაძლებლად. შვენიერი. კოლომაზია. კი, ძალიან ლამაზია. სხვათა შორის პატარა გოგრა თუ იქნება,
რომელსაც თავს მოაჭრი, შეიძლება დაახურო დაახურო, კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ თავსახური გამოვიყენეთ და ხო. ამიტომ ჩვენ ხო 2-1-ში ამბავი გვინდოდა, კი. ესე იგი, რა გვაქვს ახლა გამოყენებული ჩამოთვალე? ჩამოთვალოთ. ესე იგი, მე დავიჭერ ჩამოთვალე. პატარა გოგრაში ხო. მოვათავსეთ მოხალული, ნიგოზი, ნუში, ქეშუ, კიდე რა იყო? ხილეული სხვადასხვა ხო, რა. თქვენ შეგიძლიათ მე ვფიქრობ, რომ ზესუმზირაც ძალიან მოუხდება გოგრის ცოტათი. თესლებიც ძალიან. გოგრის თესლებიც ძალიან გემრიელი. და მოკლედ, ხილეული რაც გიყვართ მეგობრებო, ყველაფერი მოხალეთ. და სხვადასხვა ჩირი. ჩირი ჩირი. სულვილისამებრ. ჩირი და სუკატები ორივე, ხო? შეუძლია ქიშმიშიც გამოიყენო თავისუფლად. აი, ჩვენც გვაქვს პატარა ქიშმიშები. კი, ჩვენს. ერთი კოვზი თაფლი. თუ უფრო ტკბილი გიყვართ, შეგიძლიათ და მეტი მთავარი თაფლი გააკეთოთ. ინგრედიენტი ჩემი აზრით მაინც ხო, ნამდვილად. ხო, შეიძლება გოგრას თანაც მთავარი ინგრედიენტი დარიჩინია რა, კი. ყოველთვის, ყველა დესერტში. და გამოგივათ ულამაზესი და ეხლა ეს რომ გამოცხობა და რომ გავჭრით, რა სილამაზე იქნება კი, წარმოიდგენია. გატენილია შიგნით ჩირეულიც და თხილეულიც. და მე და ჩვენი ბიჭები როგორი სიამოვნებით მივირთვევთ, ეგეც წარმოვიდგენთ. ნახოთ. ასე რომ გამოვაცხოთ. ჩვენი კერძები უკვე მზად არის და შეგვიძლია რომ ჯერ გაჩვენოთ როგორ გამოიყურება და როგორ დაამშვენებს თქვენ სუფრას. ესე იგი სტარტერით დავიწყოთ, ხო? პირველი კერძი, რადგან სტარტერად მოვიაზრებთ, ეს არის გოგრის სალათი, რომელიც ულამაზესია მეგობრებო. თავარი კერძი, რულეტი, რომლის მომზადებაც ძალიან დეტალურად გასწავლეთ და соуსი აქვს გამოყენებული, თუმცა соуსის გარეშეც ძალიან გემრიელია. კი, ნამდვილად, მაგრამ მგონია რომ მაინც რამე соуსი გჭირდება. და ჩვენი დედოფალი, ეს ჩვენი დედოფალი, ჯანსაღი დესერტი გოგრა გატენილი ნიგზებით, სხვადასხვა თხილეულით და ჩირეულით. და ზემოდან თან თოვლის ეფექტს აძლევს და თან ძალიან ლამაზად გამოიყურება. შაქრის პუდრა მოვაკეთეთ. ჩვენ ბედნიერ წელს გისურვებთ, გვინდა რომ ძალიან დიდი სიხარული იყოს ყველა ქართველის ოჯახში. და მოდი პატარა სიმღერით დავასრულოთ ეს გადაცემა. დაიწყო. 25 დეკემბერს ალივო ქრისტე იშვა ბეთლემსა ალივო ანგელოს და გუნდი გალობს ალივო იესო დაბადებულა გემშვიდობებით. ნახოთ.